თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, დავით ბერძენიშვილია ჩვენი სტუმარი, ბატონ დავით, მოგესალმებით პირდაპირ საუბარს. გამარჯობათ, მოგესალმებით. გრძელდება ეგვიპტეში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, თუმცა პრეზიდენტი მუბარაკი არ აპირებს გადადგომას. დღეს მან განაცხადა, რომ მისი გადადგომის შემთხვევაში ეგვიპტეში არის ფუნდამენტალიზმის გაძლიერების საფრთხე და რომ ქვეყანა შესაძლოა ქაოსმა მოიცვას. თორემ მას უკვე ყელში აქვს ამოსული ძალაუფლება და ხელისუფლება. რამდენად რეალურია ეს არგუმენტი? რამდენად რეალურია ეს საშიშროება? ის რომ ყელში აქვს ამოსული, ასეთი რამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დიქტატორისაგან ბევრს გაუგია. ჩვენს გაგვიგია ეს თავის დროზე. რა თქმა უნდა, ყელში არ აქვს მას ამოსული ძალაუფლება, ხელისუფლება, მას უნდა საკუთარი უსაფრთხოებაც, მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება, შვილების და ასე შემდეგ. განაცხადა, რომ არ შვილისთვის აპირებდა ძალაუფლების გადაცემას. ასე ჩანს, საერთოდ ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო არაბულ სამყაროში და ყველასთვის მოულოდნელად დაიწყო ეს ტუნისში. სხვა შორის დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებში მეორე ნახევრისკენ, როცა დაიწყო მალე საშობაო არდადეგები და დასავლეთს უბრალოდ გამოეპარა ტუნისის ამბები. 14 იანვარს ტუნისის პრეზიდენტი ბენ ალი, რომელიც 87 წლიდან მართავდა ქვეყანას, კარგ ხნის განმავლობაში იყო ძალიან წარმატებული, გარკვეული ზომიერი რეფორმების ჩამტარებელიც, ქალთა უფლებების, პარლამენტი, რამდენიმე პარტია პარლამენტში და ასე შემდეგ, მაგრამ მას მოუხდა წასვლა. თუმცა ტუნისელ ხალხს ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდა, 217 კაცია მსხვერპლი ბოლო დაზუსტებული მონაცემ. ეგვიპტე გაცილებით დიდი ქვეყანაა, ტუნისში 10 მილიონი, ეგვიპტე 80 მილიონიანი ქვეყანაა, ძალიან მზარდია. წელიწადში 1,5 მილიონით იმატებს ეგვიპტე, ახალგაზრდული წილი ძალიან დიდია, თითქმის ნახევარი მოსახლეობის არის ძალიან ახალგაზრდა, რომელიც არის დაუსაქმებელი და ამასთანავე მათი დიდი ნაწილი არის კვალიფიციური. ექსპერტები, რასაც ყურადღებას აქცევენ ჯერ კიდევ ტუნისის მოვლენების დროს და უფრო შემდეგ შეფასებებისას, ერთგვარი ტრანსფორმაცია, მოდერნიზაცია, არაისლამისტური და პირიქით პოლიტიკური ისლამის საწინააღმდეგო ქმედებებით აფრიკის არაბულ ქვეყნებში იყო კარგახანს წარმატებული, იყო კონტროლირებადი პოლიტიკური პლურალიზმი, არსებობდა სახელმწიფო პარტიები. ბენ ალი თავად იყო იმ ტალღიდან მოსული, რომელმაც კოლონიალიზმის წინააღმდეგ იბრძოლა. 30 წლის განმავლობაში მანამდე იყო პრეზიდენტი, რომელმაც მემკვიდრედ გამოაცხადა ბენ ალი 87 წელს არ დააპირა უკვე ექს-პრეზიდენტმა, რომელზეც სხვა შორის გუშინ ინტერპოლმა გამოაცხადა ძებნა უკვე, არ დააპირა, დაცდა და 87 წელს მას გამოუცხადებია, რომ ძალიან მძიმედ არის ავათარისო პრეზიდენტიო. იმ პრეზიდენტმა კიდე 13 წელი იცოცხლა. მოკლედ გადააყენა და დაიწყო მართვა. საინტერესო პროცესი არის, რომ ძალიან მნიშვნელოვნად იმატა განათლებული ახალგაზრდების რაოდენობა ტუნისშიც, ეგვიპტეშიც და სხვა ქვეყნებშიც. ევროპაში და ამერიკაში განათლება ევროპაში, ამერიკაში ძირითადად მაინც ტუნისისთვის საფრანგეთი, ასევე იტალია არის ძალიან ახლო ქვეყნები, მარტო გეოგრაფიულად. არაერთი ამერიკული სასწავლებლის ფილიალია და სხვა შორის პრეზიდენტმა ობამამ მისი პირველი ინტელექტუალური პოლიტიკური სიტყვა სწორედ კაიროში წარმოთქვა. უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთის ექსპერტებსაც და არას ვლაპარაკობ პოლიტიკოსებზე, ადმინისტრაციებზე, მათ გამოეპარათ არაბული სამყაროს ეს ტრანსფორმაცია. განათლებული და უსაქმებელი ახალგაზრდობა იყო შემოქმედი ტუნისის რევოლუციის. განათლებული და უსაქმებელი, ან ნაკლებად დასაქმებული დემოკრატიული მოთხოვნილებების მქონე ახალგაზრდობა არის მთავარი ინიციატორი ეგვიპტის მოვლენებში. ანუ ბატონო დავით, რომ დავკონკრეტდეთ, თქვენი აზრით ამ აჯანყების მთავარი მიზეზი დემოკრატიისკენ სწრაფვა და არა ის ფუნდამენტალისტური საშიშროებები, რომელზეც ძალიან ბევრს საუბრობენ. თუნდაც ძმები, მუსლიმების ფაქტორი, ან თუნდაც სოციალური მოთხოვნები, რა არის მთავარი? ბევრი ფაქტორი ერთად კომპლექსია, მაგრამ ინიციატორები, როგორც ტუნისის, ისე ეგვიპტის მოვლენების, არიან არაფუნდამენტალისტური ძალები, მათ შორის პოლიტიკური ძალები. ეგვიპტეში მაგალითად ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა არის ლიბერალური პარტიის ლიდერი
რომელიც ჩვენი პარტნიორია ლიბერალურ ინტერნაციონალში, ლევან ბერძენიშვილი მას იცნობს კარგად, ეგვიპტეში ჩატარდა ბოლო კონგრესი და ეგ ერთად სვამდნენ წასასვლელი დიქტატორების თაობაზე ეხუმრებოდნენ ერთმანეთს და ჭიქას უჭახუნებდნენ. ეს კაცი 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო მუბარაკის კონკურენტი ნური. 8% აიღო ოფიციალური მონაცემებით, გააპროტესტა, მეუღლე ძალიან აქტიური ყავს და შემდეგ 4 წლით ჩასვეს ციხეში. ის და მისი პარტია, ასევე უპარტიო ახალგაზრდობა არიან ინიციატორები ეგვიპტის მოვლენების. რამდენიმე ასეული კაცი, ვინც დაიწყო ეს პროცესი, არ არიან ფუნდამენტალისტები, ეს თუმცა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა დღეს ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ. მან განაცხადა, რომ ეგვიპტეში მასობრივი ანტისახელისუფლებო გამოსვლები ირანის 70-იანი წლების რევოლუციის გამოძახილია და რომ მუბარაკი ისრაელის და შეერთებული შტატების მსახურია. თქვენ როგორ ფიქრობთ? შიდა მოხმარების განცხადება, რა თქმა უნდა, იმდენად არ მოწონთ მუბარაკი ირანში და არა მარტო ირანში, რომ მუბარაკი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ისრაელთან დადებულ ხელშეკრულებას იცავს, არის ირანის დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ისლამური რეჟიმისთვის მიუღებელი. ალბათ სწორედ აქედან გამომდინარეობს ისრაელის შიში. ისრაელის შიში არის, რა თქმა უნდა, მე ძალიან დიდი პატივისცემით ვეკიდები ებრაულ სახელმწიფოს და ძალიან მნიშვნელოვანი არის ისრაელის უსაფრთხოება, მაგრამ ეს არ არის სამყაროს პოლიტიკის ჭიპი. ამიტომ მაგრამ თუ არ იქნება ფუნდამენტალიზმის საშიშროება და მოვა დაუშვათ უფრო ლიბერალური ხელისუფლება, მაშინ რატომ უნდა შეექმნათ სხვადასხვანაირი შეფასებებია. ისრაელი და თუმცა ბოლო დღეებში შეარბილეს მათ განცხადებები, მაინც ფრთხილად იქცევიან. ამერიკაში სიონისტების პრეზიდენტი გამოვიდა და ობამას ძალიან უსაყვედურა რას ქვია მუბარაკს არიცაო, იმიტომ რომ ისრაელის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად არის განპირობებული ასეთი ავტორიტარული რეჟიმის არსებობით ეგვიპტეში, რომელიც იცავს ისრაელთან დადებულ ხელშეკრულებას, მაგრამ უკვე სულიად ნათელი არის და დასავლეთმაც გაიგო და გაიაზრა რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან ყოჩაღად მოიქცევა ამერიკის პრეზიდენტი ობამა, რომელიც ძალიან მკვეთრ განცხადებებს აკეთებს, ეს ამერიკის პოლიტიკისთვის არ არის ჩვეულებრივ დამახასიათებელი, მაგრამ ეს არ არის საერთოდ უცხო. არის ვითარებები აწლეულებში ერთხელ, ხანდახან რამდენიმე აწლეულში ერთხელ, როცა მსოფლიო პოლიტიკაში თვისობრივად იცვლება, კარდინალურად იცვლება პოლიტიკა. ჩვენს მაყურებელს გავახსენებ, რომ უფრო ასაკოვან თაობას, რომ 91 წლის ზაფხულში კიევში ჩავიდა პრეზიდენტი ბუში. და უკრაინელ ხალხს, უკრაინელ ოპოზიციონერებს მიმართა და უთხრა, რომ განახლებულ საბჭოთა კავშირს, ეგრეთ წოდებულ ნოვო-ოგარიოს ხელშეკრულება შეუერთითო და გადაერია ნახევარი უკრაინა როგორც მინიმუმ. თუმცა მოსკოვის პუტჩის შემდეგ ამერიკელები მნიშვნელოვნად იყვნენ უკვე დაინტერესებულები 91-ის შემოდგომიდან, რომ უკრაინის რეფერენდუმზე დამოუკიდებლობა გამოცხადებულიყო და ეხმარებოდნენ. თუ თქვათ გარბაჩოვის იქეთ არ იყურებოდნენ, მოსკოვის პუტჩის შემდეგ რეალურად დაინახეს, რომ ელცინის ხელშია ძალაუფლება. შორს რო არ წავიდეთ, 91 წლის 2 სექტემბერს ჩამოვიდა პრეზიდენტი ნიქსონი საქართველოში, მანამდე საქართველოს არ ხედავდნენ, არ ცნობდნენ და გამსახურდიასთან ურთიერთობა არ უნდათ. მე ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს, პოლიტოლოგებს გამოეპარათ საბჭოთა კავშირის კრახი და როგორც კი რეალურად დაინახეს, რომ უკვე საბჭოთა კავშირი ბოლო თვეებს ითვლის, მათ თვისობრივად შეცვალეს პოლიტიკა. იგივე მდგომარეობა, როგორც ჩანს, არის ახლა არაბულ სამყაროს მიმართებაში. მაგრამ მაინც რჩება, ბატონო დავით, შეკითხვა იმის შესახებ, ხომ არ აქვს მუბარაკს ამერიკის მხარდაჭერის იმედი? თუნდაც დღევანდელი ინტერვიუდან გავიხსენებ ნაწყვეტს, რომელიც მან ABC-ის ჟურნალისტს მუბარაკმა მისცა ქრისტიან ამანპურს. მუბარაკი აცხადებს, რომ ობამას არ უთხოვია მისთვის გადადგომა და გამოთქვა წუხილი ასევე ქუჩაში მომხდარი ძალადობების გამო. ხომ არ აქვს მას მაინც ამერიკის მხარდაჭერის იმედი, როგორ ფიქრობთ? თუნდაც გამომდინარე ფუნდამენტალიზმის საფრთხიდან, რომელზეც მახვილდება მაინც ყურადღება. ისლამური ფაქტორი, პოლიტიკაში ისლამური ფაქტორი, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ის პოლიტიკური ისლამი არის სხვადასხვა ტიპისა.
თურქეთში დღეს ხელისუფლების სათავეში არის ერდოგანი, ესა ზომიერი ისლამური პარტია. გიული, მისი მეუღლე ხაზგასმით ტრადიციული სამოსით თავსაბურავით დადის, მაგრამ ეს ხელს არ უშლის თურქეთს იყოს ძალიან კარგი პარტნიორი ნატოს სხვა ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ოფიციალურად დეკლარირებული აქვს, რომ უნდა ევროკავშირის შესვლა და ძალიან მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები აქვს. სხვა შორის, რაზეც ახლა საუბრობ, ძალიან ეხმიანება ზოგიერთი ევროპული ჩინოვნიკის, მათ შორის სხვა შორის ვაშინგტონელების ოპტიმიზმს, ძმები მუსლიმების მონაწილეობასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პროცესებში. რითი არის ეს ოპტიმიზმი განპირობებული? თქვენ ახლა რაზეც საუბრობდით, ძალიან ახლოს არის მათ ოპტიმიზმთან. არც ტუნისში, არც ეგვიპტეში მზა რეცეპტები არ არსებობს და გარანტირებული არავინ არ არის თუ ვინ მოვა ხელისუფლების სათავეში, მაგრამ ალბათობა მეტია, მაღალია, რომ ტუნისში განსაკუთრებით და ასევე როგორც ჩანს ეგვიპტეშიც ისლამური პოლიტიკური ძალები, რომლებიც გაცილებით ზომიერები არიან ვიდრე ალ-კაიდას, ნახე ეს პოლიტიკური ძალა არ არის, მაგრამ როგორი ძალაც არის, ვიდრე არის მით უმეტეს ირანის ისლამური რეჟიმი, გაცილებით ზომიერები არიან. მე მაგალითი ვთქვი, რომ თურქეთში არის ისლამური პარტია სათავეში. ძალიან ზომიერი. თუმცა მანამდე იყო არც თუ მთლად ზომიერი ერბაქანის პარტია, ასევე უმრავლესობით მოსული ხელისუფლებაში, მაგრამ სამხედროები არიან ზომიერები? ძმები მუსლიმებშიც არიან ზომიერები. ეგვიპტეში ეგვიპტელი ძმები მუსლიმები სულ განცხადებებს აკეთებენ, რომ ჩვენ არ გვეყოლება ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი. ბუნებრივია, როგორც მინიმუმ ამ ეტაპზე ეგვიპტელი ძმები მუსლიმებისთვის მნიშვნელოვანია მუბარაქის ხელისუფლებიდან წასვლა. პირველი რიგებში მათ არც ელიან და არც უნდა ისინი მიიღებენ თანამშრომლობენ სხვათა შორის. ბუნებრივია თანამშრომლობენ, მათი პოლიტიკური რეაბილიტაცია მოხდება, ეს აკრძალული პარტია. რა თქმა უნდა ისინი შევლენ პარლამენტში, რა თქმა უნდა ისინი მიიღებენ საკმაო რაოდენობის ხმებს, მაგრამ რაც უფრო გაგრძელდება ეს ჩიხი, რაც არის ეგვიპტეში, რაც უფრო გაიზრდება იმის შანსი თუ ამ მიმართულებით წავა, რომ მშვიდობიანი პროტესტით და მცირე სისხლით, ახლა როცა რამდენიმე ასეული კაცია დაღუპული, ახლა აქ მხოლოდ პირობითად შეიძლება ითქვა მცირე სისხლი, მაგრამ ეს არ არის ათასები და მილიონები, ხო? თუ ასე არ მოხერხდება მუბარაქის რეჟიმის შეცვლა, მაშინ ძალიან დიდი სისხლის ზღვრა იქნება ალბათობა მაღალია. დღეს მუბარაკი და მისი რეჟიმი არ არის სტაბილურობის არათუ გარანტი, ის არის დესტაბილიზაციის წყარო. როგორ პერსპექტივას ხედავთ? მე ვფიქრობ, რომ შანსი საკმაოდ მაღალია, როგორც ტუნისში, ისე აგრეთვე ეგვიპტეში, რომ ტრანსფორმაცია დასავლეთის, ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერით მოხდეს, პოლიტიკური ინტეგრირება მოხდეს პარლამენტებში, წარმომადგენლობით ორგანოებში, ზომიერი ისლამური პოლიტიკური ძალების ფრთები და რადიკალები ტუნისში სხვა შორის არიან არა მარტო ძალიან სუსტები არიან, არა მარტო რადიკალი ისლამისტები, არიან რადიკალი სოციალისტებიც. მაგრამ არც ერთი და არც მეორე პროპორციაზეა საუბარი. არც ერთი და არც მეორე არ წარმოადგენს ძირითად ორიენტირს. პრაქტიკულად ამ ტიპის ქვეყნებში ძირითადი პოლიტიკური მიმდინარეობები არის სახელმწიფო პარტიების, უკვე პარტიებისაგან გათავისუფლებული გავლენიანი ადამიანები, როგორებიც არიან, თქვათ, იგივე ვიცე-პრეზიდენტ სულეიმანი, რომელიც დაზვერვის ხელმძღვანელია, რომელსაც ამერიკასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ანუ ის უფრო დამოუკიდებელი პიროვნებაა. ის ხო და რა თქმა უნდა და მის მიმართ არ არის ის აგრესია, რაც არის მუბარაქის და მისი ოჯახის მიმართ, ისე როგორც ტუნისში ბენ-ალისა და მისი ოჯახის, მეუღლისა და შვილების და ნათესავების მიმართ, რომლებმაც ძალიან კორუმპირებული სისტემა შექმნეს და ანგარიშგასაწევია ეს იცო ძალიან დიდხანს ესე კორუმპირებულად მართავენ ქვეყანას. ერთი არის ეს ზალა, ანუ მათგან აი ანალოგია რო გავამბობ, შევარდაძე და მოქალაქეთა კავშირის ერთი ნაწილი ჩაბარდა ისტორიას. მაგრამ მოქალაქეთა კავშირის მეორე ნაწილი, მე ვიტყოდი, ზომაზე მეტად არის დღეს ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილი, ხო? ანუ ისიც მაშინ გაიყო
ასეთივე გაყოფა პრაქტიკულად მიმდინარეობს ტუნისსა და ეგვიპტეში. მაგრამ ეგვიპტე არის ტუნისის მოვლენების გამოძახილი. მაინტერესებს ეს არის ტალღა, რომელიც დაიწყო ტუნისში, გადმოინაცვლა ეგვიპტეში და გადავა კიდევ სხვა ქვეყნებში. როგორც ჩანს, ძალიან მძიმე ვითარება იქნება ალჟირსა და ლიბიაში. ალჟირში იყო მცდელობა 90-იანი წლების დასაწყისში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების, მოიგეს ისლამისტებმა და დამოკიდებული იმაზე თუ როგორ დასრულდება ეგვიპტეში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ტუნისში ფაქტურად დასრულდა. მე დღეს ვათვალიერებდი ტუნისი როგორც არ ჩანდა 14 იანვრამდე, ისე აღარ ჩანს ეგვიპტის მოვლენების დაწყების შემდეგ და საძებარია ტუნისზე სოლიდური ინფორმაცია დღეს რა ხდება იქ, მაგრამ უკვე სულიად ნათლად ჩანს, რომ ნაწილი ძველი ხელისუფლებამ, რომელიც ვარ ითქვა თავის პარტიაზე, აი მიმათ მოქალაქთა კავშირზე ვარ ითქვეს, დაშალეს, გამოვიდნენ და არიან დროებით ხელისუფლებაში. დროებით ხელისუფლებაში ასევე არიან ზომიერი, არაფუნდამენტალისტური, არარელიგიური, ლიბერალური და სოციალ-დემოკრატიული პარტიები, რომლებმაც სხვა შორის დაიწყეს პროცესი ტუნისში. და მესამე ძალა ეს არის ზომიერი ისლამისტები ტუნისში, რომლებმაც შეიძლება 18, 20, 25% საპარლამენტო საშიშროებას არ ამ თვალსაზრისით არ არის. ის რომ თქვათ ირანის ხელისუფალნი აცხადებენ, რომ ჩვენი 79 წლის რევოლუციის გამოძახილია, ერთი შეხედვით თითქოს პარადოქსია, რომ ამერიკას, ევროკავშირს და ირანს ერთი და იგივე სურვილები აქვს, რომ მუბარაკი წავიდეს. თუმცა სხვადასხვა მოტივები აქვს. ირანის მხრიდან ეს უფრო შიდა მოხმარების სხვადასხვა შედეგების, ზოგს იმედი აქვს, ან სურვილი აქვს იმისა, რომ და შიდა პოლიტიკისთვის ეს არგია, რომ თუ მუბარაკი წავა, ირანი უქმნის საკუთარ მოსახლეობას, բոլ შემთხვევაში მის მხარდამჭერებს იმის განწყობას, რომ აი ჩვენი ძმები მუსულმანები იქ მოვლენ. ევროპაში და ამერიკაში ძალიან კარგად გაიაზრეს, ძალიან სწრაფად გაიაზრეს, რაც აკლდა აშკარად, როგორც 20 წლის წინანდელ მოვლენებს, ისე 7-8 წლის მაგრამ დუმს რუსეთი ბატონო დავით. რუსეთი ძალიან დუმს, იმიტომ რომ რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირში იყო ეგვიპტესთან. ეშინიათ დუმს, მედვედევი ელაპარაკა, მუბარაკს არაფერი არ უთქვამს. ანუ მხოლოდ ესეთი დაუდასტურა, მახსოვხარ და პატივისცემა. ეშინიათ. ყაზახეთში მოხდა საინტერესო რამ. სულ ერთი კვირის წინ ყაზახეთის პარლამენტმა პრეზიდენტ ნაზარბაევის ვითომ წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტი ერთპარტიულია. დიახ. ყაზახეთში ამ დროს არის სერიოზული ოპოზიციური ძალები, მაგრამ ისინი არ შეუშვა ნაზარბაევმა პარლამენტში. მოაცხადა, რომ რეფერენდუმი უნდა ჩავატარო და 10 წლით უნდა იყოს ნაზარბაევი კიდევ. ნაზარბაევმა თქვა, რომ ეს არ მინდაო, მაგრამ დავეთანხმები ხალხის შეულთა ასო. როგორც კი ეგვიპტეში იმძლავრა ამ პროცესმა, როგორც კი 100,000-ობით ადამიანი შეიკრიბა და აი მილიონის მარში რო ჩატარდა, უცებ ნაზარბაევმა გამოაცხადა, რომ არა საკონსტიტუციო სასამართლო თუ კომისია წყავთიკა არ მიიჩნია ეს კონსტიტუციურად და სასწრაფოდ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები 3 აპრილისთვის, როცა 2 წელი ჰქონდა მას ჯერ კიდევ წინ. ბუნებრივია ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ ახლა 3 აპრილს არჩევნებს დანიშნავ, ოპოზიციური ძალები ახლა გაუჭირდებათ მათ ამ არჩევნებისთვის სერიოზული მზადება, ასე სწრაფად არავინ არ ითხოვდა მისგან ვადამდელ არჩევნებს. საინტერესოა ისიც, რომ ამერიკაში პოლიტიკის დონეზე, დეკლარირებული პოლიტიკის დონეზეც, ან თუნდაც არადეკლარირებულის არ ჩანდა ეგვიპტისადმი, ეგვიპტეში დემოკრატიზაციისადმი ასეთი იმედები და ტოლვა, მაგრამ WikiLeaks-მა აჩვენა, სხვა წყაროებიდანაც გამოჩნდა, რომ თურმე 2008 წელს ეგვიპტელ ოპოზიციონერებთან იყო კონტაქტები და 2011 წლისთვის არჩევნებთან დაკავშირებით აპირებდნენ ხელისუფლებას. სხვა შორის დღეს გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ობამას ადმინისტრაცია იხილავს უკვე მუბარაკის დაუყოვნებლივ გადადგომის გეგმას. ობამამ თქვა, რომ ნახევარი არ არის მთელი და რომ დასაწყები არის ახლავე დაუყოვნებლივ, ესე ბრძანა ამერიკის პრეზიდენტმა ხელისუფლების სრულების პროცესი. ყოველთვის ავტორიტარული მმართველი ცდილობს მტრის ხატი კონდეს.
ძმები მუსულმანები განა არ არის გარკვეული საფრთხის მატარებელი თუ ის ძალიან რადიკალური პოზიციების მატარებელია, მაგრამ გაბუქებული ქონდა მუბარაქს ბენ ალისაც ფუნდამენტალიზმის საფრთხე იმისთვის რომ საკუთარი ხელისუფლება ყოფილიყო ერთადერთი გარანტი სტაბილურობის. შევარდნაძე ყველაფერს შვებოდა იმისთვის რომ თავად ყოფილიყო ერთადერთი გარანტი სტაბილურობის და მოსპო ყველა ინსტიტუციური გარანტი სტაბილურობის. ბატონო, არც ისე ბევრი დრო გრჩება და კიდევ ერთ საკითხზე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, რამდენად არის იმის პერსპექტივა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე გავრცელდეს ეს ტალღა. უკრაინაში იყო თითქოს საუბარი გარკვეულ აქციებზე, თუმცა შემდეგ ინფორმაცია აღარ ვრცელდება. პირველ ყოვლისა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება რაიმე ფორმით რაღაც გონივრულ ვადებში, რაღაცა თვეების თუ 1-2 წლის განმავლობაში ეს ტალღა მიაღწევს თუ არა ყაზახეთამდე, აზერბაიჯანამდე. ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის პოზიცია, როცა ერდოგანმა პირდაპირ მოთხოვა გადადგომა ხალხის მოთხოვნის შესრულება მუბარაქს. ეს არ არის გამორიცხული. მე ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად დაიწყო მსოფლიოში დემოკრატიისთვის ბრძოლის მესამე ტალღა მესამე რეგიონში. პირველი ეს იყო 20-22 წლის წინ, ეს იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა. ბალტია ჩაეწერა, ჩვენ არ ჩაგვითვალეს. არ ჩაგვითვალეს მაშინ, იმიტომ რომ ჩვენს ხომ მშვიდობიანად შევცვალეთ, კომუნისტები არჩევნებით მოუგეთ და უზარმაზარი მიტინგები იყო 88-90 წლებში. არ ჩაგვითვალეს, იმიტომ რომ საქართველოს მაშინ არ ხედავდნენ საერთოდ ერთი ეს და მეორეს მხრივ გარკვეულ შეცდომებს უშვებდა საქართველოს ხელისუფლება. ვიყავით დემოკრატიის შუქურა. სწორედ მეორე ტალღა, რომელიც დაიწყო სერბიაში და მილოშევიცის გაშვებით, შემდეგ იყო თბილისი, შემდეგ იყო კიევი, მერე მოგვაბეს ყირგიზეთი, სადაც უკვე ის პრეზიდენტის გადაგდებულია, ვინც 2005-ში ბაკიევი მოიყვანეს, მაგრამ ყირგიზეთი ეს ხო ფრაგმენტი და ესე როგორც ლიბანი ხო ფრაგმენტი. სერბია, უკრაინა, საქართველო, ეს იყო მნიშვნელოვანი მეორე ტალღა, თუმცა სერბიაში ნაწილობრივ წარმატებული, უკრაინაში და საქართველოში წარუმატებელი და სწორედ იმის გამო, რომ ინსტიტუციური მხარდაჭერა არ იყო დემოკრატიის, ამიტომ ვერ გაძლო დემოკრატია. მესამე ტალღა უფრო ძლიერი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ეს სხვა ტიპის არის, სხვა რეგიონშია. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ჩავარდეს და ჩაიფუშოს, მაგრამ პროცესი იმდენად დაწყებული, ეს ავტორიტარული რეჟიმები ვეღარ გაგრძელდება არაბულ სამყაროში და როგორც ჩანს პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ყოველ შემთხვევაში ყაზახეთში, ყირგიზეთში პროცესი უკვე ისედაც დაწყებულია. ამიტომ მე იმედით უყურებ ხალხს, მე ხარს უჭერ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ერთობას, ვისაც სურს თავისუფლება და მეორე სხვისი თავისუფლება წაადგება საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. დავით ბერძენიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ამით გემშვიდობებით, ორ შაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მშვიდობიან შაბათსა და კვირას გისურვებთ.